ძველი სტადიონი იყო ახლა იყო ახალი სტადიონი რა და გადაწყდა მაშინ ეს გამოცხადდა ტენდერი გამარჯვებული კომპანიაც არსებობდა ამაზე რადგან ჩვენი დაწყებული იყო ეს თემა ამ თემასთან დაკავშირებული მოხდა გაუგებრობა და სტადიონები მოსულები არიან შარშან აგვისტოს მერე წელიწადი გადის უკვე მეტი გადის სტადიონი არის ისე გაუგებრობა რა იმის მაგიო ხო კეთილი მოეწყებს და იმის მაგიო მეშვიდე აკორპუსში როგორც ლამაზი სკვერი გავაკეთეთ. ესეთი იყო დაგეგმილი იყო ესეთი ყველა ეზოში ესეთი გაკეთებული იყო და გვინდა ეს ანალოგიურად რო ეს მოეწყოს. ჩუმად თუ იქნებით არ გაგვიგებთ. სამწუხაროდ ესეთი მდგომარეობა არის. ეხლა არ მინდა კრიტიკული იყო, მაგრამ ეხლა რატო არის ის პრობლემა რომ დადიხარ 40-60-ებას რო უჩეთ, იმიტომ რომ რაღაცა თავს ვერ აბავენ ისეთ რაღაცებს, რაც ძალიან მარტივია. განა ეხლა იმ დღევანდელ მოქმედ გამგებას არ უნდა რომ ეს სტადიონი გაკეთდეს. მაგრამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს, მანამდე დააპროექტოს და მთელი რაღაცა პროცედურა უნდა გაიაროს და ამას ვერ ებმება თავი. ჩავდივარ გამგებელთან რამდენჯერ დავწერე განცხადება, მივმართე განცხადებით. იცით რა, ერთხელ მერის ტრანსპორტის სამსახურის უფროსს გადაუგზავნა ჩემი განცხადება, ვერ მივხვდი რატო გადაუგზავნა. იმის მერე არ გვაქცევენ ყურადღებას, არავინ არ მოდის და აღარ ვიცით უკვე რა გავაკეთოთ. ბავშვები ისეთ დღეში არიან, უკვე მუხლები აქვს დაგრეჯილი, რა მდგომარეობაში ხო ხედავთ. მას სურთ რომ ჰქონდეს სპორტული მოედანი, რაც ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი გამგებლისთვის, დღევანდელი თბილისის მერიისთვის ერთი წელი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ პრობლემის მოგვარებისთვის იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე ზაფხულში უკვე ამ სტადიონის გაკეთება დასრულდება და ბავშვებს ძალიან მალე მიეცემათ საშუალება, რომ კომფორტულად და რაც ავარია უსაფრთხოდ ითამაშონ ფეხბურთი. დაწყებული იყო გდანულაში ყველაზე დიდი სტადიონის რეაბილიტაცია, ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ დაახლოებით 3 დღეში ეს სამუშაოები შეჩერდა. ერთი წლის განმავლობაში 10-ობით ბავშვი აი ბეტონის საფარზე თამაშობს ფეხბურთს, მერია და გამგეობა თავი ვერ მოაბა დაწყებული საქმის დამთავრებას. აქ საუბარი არ არის რაღაც ახალი პროექტის შეთავაზებაზე, რომელიც უნდა გაეკეთებინა და ვიცით უხვად დაფრინდა ვერაფერ გააკეთეს. დაწყებული პროექტი ვერ დაამთავრეს და მე მიმართავ ბატონ ნარმანიას და გდანის გამგებას დაინტერესდეს დაუყოვნებენ მომდენო დღეებში აი ამ პრობლემით და აუხსნას მოსახლეობას თუ რატომ შეაჩერა დაწყებული პროექტი. თითოეული მოსახლე საქმის გულში იყო რომ ეს პროექტი ხორციელდებოდა, აქ ცოცხალი ადამიანები მუშაობდნენ და 3 დღეში გამარჯვებიდან პროექტი შეჩერდა. ამ ტერიტორიას ჭირდება მხოლოდ კეთილმოწყობა, თქვენ ხედავთ რომ გარშემო დაწყებული იყო არაერთი პროექტი და დასრულდა რაც მოვასწარით, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სამწუხაროდ თითი თიძე არ დაკარებულა ამ რაიონში და გული მტკივა როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანს.